მოძრაობას უნდა გაეცეს პასუხი. ლებას გავდეს. ამადაკინჯი კოჰაბიტაციის. დღეს საქართველოს მოსახლეობა გახდა მოწმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელი რეალობისა, რომელიც ჩვენ დავინახეთ პარლამენტში. ქართული ოცნების დამსახურებით, ქართული ოცნების ძალისხმევით, ნაციონალური მოძრაობა იმდენად გათავხედდა, რომ არა მარტო ჭკუას გვარიგებს, არამედ ქართულ ოცნებას ემუქრება კიდეც. ემუქრება იმით, რომ თურმე ქართულ ოცნებას საქმე გასაქცევად გაუხდება. ყოჩახ, ბატონებო და ქალბატონებო, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით ქართული ოცნებიდან. თქვენი კოჰაბიტაციის შედეგად მოახერხეთ ის, რომ არა მხოლოდ გააცოცხლეთ ნაციონალური მოძრაობა, არამედ ნაციონალური მოძრაობა უკვე გვემუქრება კიდეც. ეს არის სამარცხვინო, სამწუხარო ფაქტი, ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რომ საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი არჩევნები, ნამდვილად სჭირდება ახალი პარლამენტი, ნამდვილად სჭირდება რეალური ხელისუფლება, რომელსაც არ შეეშინდება ყველაფრისათვის თავის სახელის დარქმევა, არ შეეშინდება დამნაშავეების დასჯა და არ შეეშინდება იმის გაკეთება, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს. ეს აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ქვეყანაში რეალობა შეიცვალოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ სახელმწიფოდ დარჩეს და მართლაც არ გადაიქცეს იმ ტერიტორიად, რომელზეც აუცილებლად მობრუნდებიან ასე თუ გაგრძელდა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ამას ყველაფერს ისიც დაემატა, რომ დღეს ჩვენ ისიც დავინახეთ, რომ თურმე ქართულ ოცნებას არა მარტო ქვეყნის მართვა არ შეუძლია, არამედ ელემენტარულად ჩხუბიც კი. სამწუხაროა ბატონებო.